მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. გამოვხატავ თქვენს მიმართ მადლიერებას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, იმისთვის, რომ აკეთებთ უკავშირს, გამოდიხართ კონტაქტზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის და იმისთვის, რომ მუდმივად მოაწვდით თემებს თუ რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები. მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ ტარო პროგნოზს მომავალი 1 თვის. ნახოთ, რას მოგვიტანს აპრილის თვე. როგორი იქნება ჩვენთვის აპრილის თვე. ნახოთ, რა ენერგიებში ვართ ახლა. შემდეგ კი ნახოთ სამივე სფერო. რა ენერგიებში ვართ ახლა? ნახოთ კარიერა, რა იქნება აპრილში, ფინანსები, და ნახოთ პირადი ურთიერთობები. ნახოთ აპრილის თვეში რა იქნება ჩვენს პირად ურთიერთობებში, როგორ წარიმართება აპრილის თვეში პირადი ურთიერთობები. ნახოთ ახლა რა ენერგიებში ვართ. მეგობრებო, ახლა ხართ ისეთ ეტაპზე, როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ და ეს არჩევანი შეიძლება ეხებოდეს სწორედაც თქვენს პირად ურთიერთობას. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ყავთ ფარული პარტნიორი და არ იცით როგორ გაამხილოთ ეს. ან ცოტა არ იყოს ზოგიერთს გაქვთ შიში, რომ არ მოხდეს აი ამ თქვენი დაფარული ურთიერთობის გამოაშკარავება. ან ვერ აკეთებთ არჩევანს, როგორ მოიქცეთ აი ამ ცხოვრების აი ამ ეტაპზე. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობთ. ნახოთ კიდევ რა ეტაპზე ხართ ახლა, მეგობრებო, რა ეტაპზე ხართ. მეგობრებო, შეიძლება ახლა თქვენ ხართ აი იმ დილემის წინაშე, რომ გიზიდავთ აი ეს კონკრეტული ადამიანი ახლა და სწორედ აი ეს ძლიერი მიზიდულობა არ გაძლევთ საშუალებას, რომ გაეცალოთ აი ამ სიტუაციას. შეიძლება ოჯახიც გქონდეთ და არ იცით როგორ გააკეთოთ არჩევანი ოჯახს და აი ამ ფარულ პარტნიორს შორის. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება აქვს შანსი ფინანსებზე რაღაც არჩევანი გააკეთოს, შემოთავაზება შეიძლება გაქვთ ახალი სამსახურის ან რაღაც შესაძლებლობების, რაც ეხება ფინანსებს და სწორედ აი ამ არჩევანის გაკეთების დილემის წინაშე დგეხართ ახლა. ეს ზოგადი მიმოხილვა, მეგობრებო, მაგრამ ახლა ვნახოთ აპრილის თვეში რა იქნება კარიერაში. კარიერაში გეტყვით, მეგობრებო, რომ აკვირდებით სიტუაციას, შემოვა თქვენს ცხოვრებაში ახალი
სიტუაცია, რაღაც ახალი დაიწყება, სადაც თქვენ აუცილებლად გექნებათ საშუალება წინსვლის და მოგიწევთ აი იმ დაკვირვების საფუძველზე, მიიღოთ გადაწყვეტილება, იტყვით, რომ всё, მორჩა, ახლა მე გადავწყვიტე, რომ უნდა ვიარო ახალი გზით, რაც ნამდვილად მოგიტანთ შესაძლებლობას წინსვლის. რა იქნება კარიერაში? მეგობრებო, შეიძლება შემოთავაზება მიიღოთ ინტერნეტით, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სწორედ ასე მუშაობდეს და შეიძლება თქვენ მოგეცეთ საშუალება, რომ აი ამ ინტერნეტით გაიცნოთ ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც შემოგთავაზებენ ახალ საქმეს. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს საზღვარგარეთ ან ფარგლებს გარეთ გამოუჩნდეს ახალი საქმე და მიიღოთ ეს სარფიანი შემოთავაზება. ვისაც სტაბილური სამსახური გაქვთ, მოგეცემათ შანსი, რომ გაიუმჯობესოთ კარიერაში, მიიღოთ ახალი შესაძლებლობები კარიერაში და ნუ იტყვით თქვენ აი ამ შანსზე უარს. კი, ნამდვილად რაღაც ახალი შემოდის და გექნებათ აუცილებლად წარმატება, თუ თქვენ გადადგავთ წინ ნაბიჯს. ნახოთ რა იქნება ფინანსებში. ფინანსები. აქ გეტყვით ფინანსებში, მეგობრებო, რომ მოგეცემათ საშუალება დიდი ძალისხმევის გარეშე. თავარია თქვენ მოინდომოთ და მიხვდებით, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. აქ ამოვიდა მაგი, რამაც დაადასტურა, რომ თქვენ შეიძლება დაგეხმაროთ ფინანსებში ოჯახის წევრებიც, მაგრამ აქ სამყაროსგან გააქვთ შანსი, რომ თქვენ წინა პლანზე წამოწიოთ თქვენი სურვილები, გაანდოთ სამყაროს თქვენი სურვილები და თქვენ აუცილებლად ამისთვის მოგეცემათ ფინანსური დივიდენდები. ფინანსებში როგორი თვე გაქვთ? მეგობრებო, აი თქვენ თავს უწესებთ თქვენ თვითონ შეზღუდვებს. რეალურად შეზღუდვები არ არსებობს. როგორც კი მოიხსნით აი იმ შეზღუდვებს თქვენს გონებაში, აი იმ ჩარჩოებს მოიხსნით, თქვენს რეალობაში აუცილებლად წამოვა ფინანსები. ნუ უწესებთ მეგობრებო ჩარჩოებს. აუცილებელია აქ თქვენ გაამჟღავნოთ სამყაროს თხოვოთ არა კონკრეტული თანხა, არამედ ის კონკრეტული ნივთი იქნება თუ შესაძლებლობა, რისთვისაც თქვენ თანხა გჭირდებათ, გაანდეთ სამყაროს, თხოვეთ სამყაროს, რომ თქვენ ამისთვის გჭირდებათ თანხა და თქვენ აუცილებლად მოგეცემათ ის. უბრალოდ არ იცით, ახლა არ იცით როგორ შემოვა თანხა, მაგრამ შემოგივათ აპრილის თვეში აუცილებლად ფინანსები. მეგობრებო, აუცილებლად გექნებათ შანსი რაღაც ახალიდან შემოვიდეს თქვენი ფინანსური ნაკადი, რაღაც ახალი შემოვა აუცილებლად თქვენს ცხოვრებაში. უბრალოდ ბლოკები მოიხსენით და ნუ უწესებთ თქვენ თავებს, თქვენ თავს ბლოკებს. ნახოთ პირად ურთიერთობაში. რაღაცას ელოდებით, ძვირფასებო, ძალიან დიდი ემოციებით ელოდებით
შეიძლება ელოდებით ვინმე კონკრეტული მამაკაცისგან გრძნობებში გახსნას. შეიძლება ელოდებით აი ამ ადამიანისგან იმას რომ გაიხსნას და გამოაშკარავოს თავისი რეალური გრძნობები თქვენს მიმართ. რეალურად ნახოთ აბა ეს მოლოდინი, თქვენი მოლოდინი რამდენად გამართლდება აპრილის თვეში. იმპერატრიცა. აქ მეგობრებო, მე გეტყვით რომ მხოლოდ ერთს უნდა ელოდებით, აქ გაქვთ რამოდენიმე ვერსია და აქ მოგიწევთ არჩევანის გაკეთებაც კი. აი როგორც სიგნიფიკაციაში ამოვიდა მეგობრებო, აქ თქვენ სამყარო გაძლევთ შანსს პირად ურთიერთობებში, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი. შეიძლება ნამდვილად ხართ არჩევანის წინაშე, ზოგიერთი თქვენგანი აქ იმპერატრიცაც ადასტურებს, ზოგიერთი შეიძლება ხართ ქორწინებაშიც და აქ სამყარო გთავაზობთ გამოწვდილი ხელით, აირჩიოთ აი ის ვარიანტი, რომელიც თქვენ მოგიტანთ ბედნიერებას. რა იქნება პირად ურთიერთობაში აპრილის თვეში? მეგობრებო, თუ ვინმეს პირად ურთიერთობაში რაღაც გაურკვევლობა გქონდათ, ან თქვენიდან წავიდა ადამიანი აი ისე უთქმელად, რომ ვერც კი მიხვდით რეალურად აი ამის მიზეზი რა იყო, აქ რაღაცები გაირკვევა აუცილებლად. ზოგიერთი თქვენგანი თუ ვერ იღებდით ურთიერთობაში აი იმას, რაც გინდოდათ რომ მიგეღოთ და სწორედ ამიტომ მოგიწვიათ ურთიერთობის დატოვება, რომ გაკლდათ იქ გრძნობები, ემოციები, თქვენ რაღაც ახალი გელით ნამდვილად აპრილის თვეში. რა იქნება პირადში აპრილის თვეში? ახალი დამიდასტურა კი ბატონო, თქვენ გეძლევათ ახალი შესაძლებლობები. ზოგიერთი თქვენგანი გაიცნობთ ახალ ადამიანს მეგობრებო და აი ამ შემთხვევაში, როდესაც ახალს გაიცნობთ, მოგეჩვენებათ, რომ თითქოს ამ ადამიანს დიდხანს იცნობდით და ფრთხილად იყავით, არ იყოს ეს კარმული ურთიერთობა, აუცილებლად კარგად დაფიქრდით, თითოეული ნაბიჯი დაწონეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუმცა აქ არ ჩანს ეხა ერთი თვის მანძილზე ნამდვილად არ გამოჩნდება შემდეგი თვეების განვითარება, როგორი იქნება პირადში, მაგრამ ამ ერთ თვეში ზოგიერთ თქვენგანს ეძლევა საშუალება, რომ გაიცნოს ახალი ადამიანი, ან წავიდეს ახალ ურთიერთობაში. რა იქნება? კი. და ზოგიერთი თქვენგანი, ვინც რომელმაც დატოვა ურთიერთობა და ახლა ურთიერთობაში აღარ ხართ, აი სწორედ მათთვის არის ეს ახალი ადამიანი. შეიძლება თქვენ სულ ეს არის მოიშუშეთ იარები და დატოვეთ ურთიერთობა. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სწორედ აი ამ განკურნების პროცესში ხართ და შეიძლება აი ზუსტად თქვენთვის გამოჩნდეს ახალი ადამიანი აპრილის თვეში. რა უნდა ქნათ ამ სიტუაციაში თქვენ? უნდა მიიღოთ, მეგობრებო, უნდა მიიღოთ. თუ გამოჩნდა ახალი ურთიერთობა, ნუ ჩაკეტავთ გრძნობებს გულს და მიიღეთ ეს ურთიერთობა და ვნახოთ ახლა ზოგადი რჩევა აპრილის თვეში.
რას გირჩევთ თქვენ ტარო აპრილის თვეში? თქვენ საკმაოდ დიდი ეტაპი გაიარეთ, რთული ეტაპი გაიარეთ, უпростоრად საკმაოდ რთული ეტაპი გაქვთ გავლილი, ამიტომ დრო მოვიდა, თქვენი ბედის სადავოები აიღოთ თქვენივე ხელში და გეტყვით, რომ აპრილის თვეში ეს საუკეთესოდ და წარმატებით გამოგივათ მეგობრებო, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ურთიერთობებში. აი, რჩევა ძალიან კარგია, ნამდვილად აიღეთ თქვენი ბედის სადავეები და ნახავთ, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ. მე კი წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ველი თქვენს კომენტარებს დროებით გემშვიდობ.